გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი უნგრეთში. დავით სონღულაშვილმა ქალაქ ბუდაპეშტში შეხვედრები გამართა. მინისტრმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთთან განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უცხოელ კოლეგებს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების, ასევე საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, უნგრეთი საქართველოს მტკიცე პარტნიორია ევროინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რასაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა. მტკიცედ იყო დადასტურებული უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის მათი გამოცდილება ამ გზაზე, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მათ მიერ განვლილი გზა და გამოცდილება, რომელიც უკვე აქვთ ევროინტეგრაციასთან მიმართებით, გაზიარებული იყოს, გამოყენებული იყოს ჩვენ მხრიდან მაქსიმალურად, აგრეთვე ხაზგასმული იყო დარგობრივი თანამშრომლობების გაღრმავება და რა თქმა უნდა საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ევროკავშირის ბაზარზე. ჯამში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, კიდევ ერთხელ განვიხილეთ მნიშვნელობა და თავისთავად ცხადია აღვიქვეს მტკიცე მხარდაჭერა როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, აგრეთვე ევროინტეგრაციის გზაზე.